ბრძანდებით დასასანქცირებელთა სიაში ევროკავშირის შემისამშობლოსთვის თავსაც გავწირებთ. ამას სანქციი უნდა იყოს. ოლიგარქის ოჯახის წევრებს შორის ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით სანქცირების ერთ-ერთი კანდიდატი მისი ძმა ალექსანდრე ივანიშვილია. ბატონი ბიძინას ოჯახის წევრები ყველა ერთი წუთით. ბატონო ალექსანდრე უხერხულია რა საკეთებს? გაგვიცით πως ოლიგარქის ძმა ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე დაწესებული სანქციების ეფექტს უარყოფს და ამბობს, რომ ამის არც თავად ეშინია. ჩვენ გვაქვს უკვე გამოცდილება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვენს ძმას დაუწესა სანქციები და ამის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა. არავითარი ფინანსური პრობლემები არ შექმნა. კი, შვეიცარიულ ბანკებში ასევე ქონება გამოიტანა. წადი ახლა ხო ხედავს ასე $9 მილიარდი ნახატები შემოიტანა და არიხდის არც გადასახადებს. რომელი სამშობლოსთვის, რომელშიც რეჟიმი არის დამყარებული თქვენი ძმის მიერ? საგარეო კურსის ცვლილებასა და მოქალაქეების წამებაზე პასუხად ევროპარლამენტი სანქციებს ითხოვს ოლიგარქისა და მისი ოჯახის წევრების, ივანიშვილის ელიტური წრის წარმომადგენლების, სასამართლო კლანის ლიდერების, რეჟიმის დამფინანსებელი ბიზნესმენების, ქართული ოცნების პოლიტიკოსებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ. მე თქვენ კითხვებზე რომ არ პასუხობთ, მივხვდით თუ კიდე არ პასუხობთ კითხვებზე და რატომ არ პასუხობთ, აგიხსენით ერთხელ. არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამას. თქვენ არ გამოხატავთ არანაირ ინტერესს. თქვენ გამოხატავთ კერძო ინტერესს და ამიტომ სურდათ გეუბნებით რომ არ ვესაუბრებით, მეტი გასაგებად როგორ გითხრათ, ფორმულას არ ვესაუბრებით. რეზოლუციის დოკუმენტში პროპაგანდისტებად წოდებულთა შორის ერთ-ერთი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეა. თქვენ ბრძანდებით ასევე თინათინ ბერძენიშვილი დასასანქცირებელთა სიაში. ეს არ იმოქმედებს რეპუტაციაზე, ან რატომ მოხდით თქვენი აზრით ამ სიაში? კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ და ექსკლუზიურად წაიკითხეთ, მიწერია ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ახლა თქვენ რომ მოიცოდოთ, უნდა გითხრათ რომ მე მიმაჩნია რომ ეს რეზოლუცია, რომელიც თქვენ ექსკლუზიურად გეუბნებით, რომელიც აქ არის შეთხსული, აქ საქართველოში და მას ყავს ავტორები და ესე იგი ვინც ფიქრობდა ეს არაფერს არ შეცვლის, მათ შორის ვინც ესე ფიქრობდა, მათ შორის თქვენ ტელევიზიაში ესევე გააგრძელებს ფიქრს და ვინც ამას არ ეთანხმებოდა, ისევე გააგრძელებს ფიქრს. ეს ამ რეზოლუციის ფასი არის კაპიკი, იმიტომ რომ არის სამარცხვინო რეზოლუცია. ეს არის ვასილ მაღლაფერიძე კვლავ წინა ხელისუფლებას იხსენებს, თუმცა ვერ ხედავს მისივე მხარდაჭერილი რეჟიმის მიერ ჩადენილ ძალადობრივ ფაქტებსა და დანაშაულებს. ქვეყანა მიტაცებულია ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ. ეს სიტყვები წერია ზუსტად. თქვენ პირადად როგორ ჩანს დაიგენეთ, სხვა რეალობაში ბრძანდებით. აი სხვა რეალობაში. თქვენ ვერ აღიქვამთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება. მე აღიქვამ აბსოლუტურად რეალობას. იმ ძალადობრივ რეჟიმს რეალურად აღიქვამ. გეკნებათ კადრები. ზუსტად რას? თქვენ მომისმინეთ ძალადობის კადრები, რომლებიც მოხდა არა სამწუხაროდ ძრები მახსოვს თქვენი ტელევიზიის დამფუძნებლები რომ ძალადობაში შედიოდნენ, აი ეს იყო თქვენ ტერმა არ განახორციელებთ. ის ერთადერთი არ არის, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობიდან პროპაგანდისტად იქნა მოხსენიებული და სანქცირების კანდიდატებს შორისაა. საზოგადოებრივ მაუწყებელს ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად ოლიგარქი თინა ბერძენიშვილის საშუალებითაც აკონტროლებს, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ისიც ამავე სიის წევრია. მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. საზოგადოებრივი მაუწყებელი პარალელურად არის ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების წევრი და მას სულ სხვა ვალდებულებები აქვს პლუს თქვათ სხვა არხებისგან განსხვავებით ევროკავშირის წინაშე. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სანქცირების კანდიდატთა სია იმდენად გაფართოვდა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების უმაღლესი შტოების წარმომადგენლების გარდა მათთან დაკავშირებული პირების მოხვდნენ, რომლებიც რეჟიმის რეპრესიული აპარატის ხელშემწყობები არიან. ევროკავშირის დედაქალაქში თამარ ნუცუბიძე, რომელიც წლებია მიმდინარე ამბებს სწორედ ევროპის შუაგულიდან აშუქებს, ამბობს, რომ ასეთი კრიტიკული ტონი საქართველოსთან მიმართებით აქამდე არასდროს ყოფილა. სიტყვაც წყობა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით არის უმკაცრესი, საუბარია მათ არალეგიტიმურობაზე, თვითგამოცხადებული ძალა, ასეა ნახსენები, არაერთხელ არის ნახსენები ქართული ოცნება როგორც რეჟიმი და მოწოდებებია, რომ იყოს ასე დარჩეს და გაგრძელდეს მათი არცნობა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან და ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მხრიდანაც და მეტიც მოწოდებაა, რომ ბოიკოტირებული იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.
პროპაგანდისტთა ნუსხა ამით არ მთავრდება. მათ შორის არიან მთავარი პროპაგანდისტული არხის იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძის, რომელმაც ასევე არ გასცა ჩვენს კითხვებს პასუხი. ოლიგარქის მიეხუტბედათ რობოტების ქარხნების მთავარი წარმომადგენელი ლაშა ნაცვლიშვილი, რომელსაც ორ მისამართზე მივაკითხეთ. თუ შეიძლება იმიტომ რომ სასანქციო სიაში არის ბატონი ლაშა და ხომ არ რას ვიქოთ ამასთან დაკავშირებით? ეს მისი სახლია უკაცრავად ბატონი ლაშას. თქვენ მისი ახლობელი ბრძანდებით ქალბატონო. და თქვენ რა უბრალოდ ფაქტები თავდაგიკოს გეოგრაფიულ სტუმარია ამ კორპუსში. არა, თქვენ თქვით რომ იცნობთ და მაგიტომ გეკითხებით მე არა მინდა ხა ამდენი შემოწმებული კითხვები. ბატონი ლაშა დასასანქცირებელთა სიაშია და რამდენიმე კითხვა მქონდა მასთან. სინერბენ და თვითონ გაიგებს არის ჩემი გადასაწყვეტი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის და ჩემი საქმეც არის. თქვენ სულ ხასერდებთ თუ ლაშას? ორივეს. შაბათის ფორმულა ოლიგარქის კარის ბიზნესმენებიდან სანქცირების სიაში მოხვედრილ სულხან პაპაშვილსაც ეძებდა, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს. თუმცა იმ მისამართზე, რომელიც წესით მას ეკუთვნის, თავად არ დაგხვდა. იქ მყოფმა პირმა კი გითხრა, რომ არათუ იცნობდა მას, არამედ მის შესახებ არც კი გაეგო. უკაცრავად სულხან პაპაშვილი აქ ცხოვრობს ხომ ვერ მეტყვით? ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე კითხვა მაქვს თუ შეიძლება. აქ ცხოვრობს ბატონი სულხანი? არ ვიცნობ ესე მართლა. არ ვიცნობ ვინ არის პაპაშვილი. ბიზნესმენი. მის მისამართად ეს წერია და არ გსმენიათ მისი სახელი და კვარი? როგორი თუ არ ვიცნობ ადამიანს, საიდან უნდა მსმენოდეს? დამტკიცებისთანავე ევროპარლამენტის მიერ კრიტიკულ რეზოლუციას განცხადებით უპასუხა ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ და ყველაფერი კვლავ Deep State-ის გავლენებს დაუკავშირა. დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გსურს განვაცხადოთ, რომ ან Deep State-ი გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს Deep State-ის გავლენას. სანქცირების კანდიდატებს შორის არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნული ნათია თურნავაც. რეზოლუციასთან დაკავშირებით ოცნების შემდეგ განცხადება ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა, რომელშიც თურნავას დასანქცირებისკენ მოწოდებას დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე ზეწოლის მაგალითს უწოდებენ. ბიზნეს ეკონიებს გავლენას, იმიტომ რომ ეხლა თქვენ რო იყოთ ბიზნესმენი და გქონდეთ რამოდენიმე ათეული მილიონის ინვესტიციის სურვილი. იმ ქვეყანაში რატო ჩადებთ, რომლის ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც სანქცირებულთა სიაშია. ანუ მარტო ეს ფაქტი, რომ თურნავა იმ სიაშია, ასობით მილიონი ინვესტიციას გააჩერებს უბრალოდ. ახლა ის დანარჩენი ბიზნესმენები, რომლებიც კორპორაციებს ფლობენ და ბიზნეს ურთიერთობები აქვთ, ისინი ხო ფაქტობრივად განულდებიან, იმიტომ რომ მათთან საქმის დაჭერას დემოკრატიული სამყაროდან არც ერთი ბიზნეს წარმომადგენელი აღარ მოინდომებს. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ელიტური გარემოცვის წევრები ხშირად ამბობენ, რომ მათ სანქცირების არ ეშინიათ და ეს მათთვის არაფერს ნიშნავს, ფაქტია, რომ გარდა რეპუტაციული ზიანისა, ისინი ფინანსურ ზარალსაც ვერ აუვლიან გვერდს. პრობლემაა ამ ბიზნესმენებისთვის რეალურ ცხოვრებაში უკვე ნიშნავს მათთვის მიყენებულ რეპუტაციულს და ასევე რა თქმა უნდა ფინანსურ განზომილებაც აქვს ამას. მაგალითად, რომელი ბანკი მისცემს მათ სესხს. ხო, როცა ევროპარლამენტი ამბობს, რომ ესა და ეს ბიზნესმენი უნდა დასანქცირდეს, ხო? ასე რომ ჩვენ ვიღებთ და მივიღეთ რეალობა, როცა არა მორალური განზომილება აქვს ამას, არა მორალური საჭიროება დგას, იმიტომ რომ ეს ისედაც დგას, არამედ ფინანსურად წამგებიანია ქართულ ოცნებასთან ერთად ყოფნა. მოსახლეობის ბრძოლა დასავლური მომავლისთვის უწყვეტ პროტესტთან ერთად ახლა ოცნების მიერ მიტაცებული ხელისუფლების საერთაშორისო დელეგიტიმაციაზე დგას. ეს რეზოლუცია კი ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ქართული ოცნება მოხსენიებულია როგორც რეჟიმი, საქართველოს კი როგორც ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიტაცებული სახელმწიფო. რეზოლუციის მიღების პროცესში სტრასბურგში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები იმყოფებოდნენ. ეგ პრინციპული საკითხი არის, რომ არ აღიარება ხდება, მეტის პირდაპირ წერია, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. და ვერ აკმაყოფილებდა ვერანაირ დემოკრატიულ სტანდარტებს და ასევე ცხადია მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის ჩანაწერი, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და გარდა ამისა ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია იქვე არის ჩანაწერი, რომ მოწოდება არის ევროპული საბჭოსადმი, რომელიც არის უმაღლესი ორგანო ევროკავშირის შიგნით, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირებისაგან, რომ შემდეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე დაუძახონ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და თუ ეს ესე მოხდება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ევროკანონმდებლები თვლიან, რომ საქართველოში არის კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისი და ისინი გამოსავალს ამ კრიზისიდან ხედავენ ხელახალ არჩევნებში. ოცნების მიერ ჩალისფასად წოდებული რეზოლუცია რეალურად საქართველოსთან მიმართებით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს. შაბათის ფორმულა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის დიპლომატიური პასპორტების შეჩერება, ევროკავშირის ფინანსური დახმარება და ძალადობრივ რეჟიმზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირებისკენ მოწოდება პირველად სწორედ რეზოლუციაში გაჟღერდა. ეს ყველაფერი გაჟღერდა ევროპარლამენტის რეზოლუციებში და მე გადავიდა კონკრეტულ მაგალითად იგივე ქვეყნების აქციებში. ანუ ქვეყნები, რომლებმაც წევრი ქვეყნები, რომლებმაც უკვე დაასანქცირეს კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები. ამიტომ ევროპარლამენტის რეზოლუციასაც ამბობენ, რომ ჩალისფასებს არანაირი ჩალისფასი არ აქვს. ეს არის ყველაზე დიდი გავლენის მქონე ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკაზე ორგანო. ამიტომ როცა ის ამბობს, რომ საქართველოსში რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენ გავახორციელებთ, უნდა გავახორციელოთ, შეიძლება ეს არ მოხდეს იმ წუთში ხვალვე, მაგრამ ეს მოხდება ზეგ აუცილებლად, დიდი ალბათობით. სტრასბურგში ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მხარდაჭერის პარალელურად ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე ვიქტორ ორბანს დუბაიში ხვდებოდა. სწორედ უნგრეთი და სლოვაკეთია იმედება ძალადობრივ რეჟიმს სანქციებიდან თავის დაღწევის პროცესში, თუმცა ექსპერტების თქმით, ეს უსაფუძვლოა, რადგან ფიცოსა და ორბანის ვეტოს დასაძლევად არსებობს სხვა გზაც. ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც არის გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე, რომლითაც ევროკავშირი ეძებს გამოსავალს, როგორ აუაროს გადაწყვეტილებების მიღებისას და აღსრულების მექანიზმების ჩართვისას იმ მოცემულობას გვერდი, რომ რაღაც გადაწყვეტილებები კონსენსუსს საჭიროებენ, სადაც ორი სახელმწიფოს მონაწილეობა არ არის. ანუ რასაკვირველია შესაძლებელია და ასეც მოხდება, რომ თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ ბილატერალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ცალკეული დედაქალაქები მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საქართველოში ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით, იმიტომ რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლეთს. ქართული ოცნების პოზიციებს პარლამენტში იცავენ მხოლოდ ყველაზე ულტრამემარჯვენე პრორუსული და ანტიუკრაინული განწყობების მქონე ევროპარლამენტარები და მხოლოდ ესეთი მოკავშირეები შემორჩა ქართულ ოცნებას და ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ არის, რომ ეს ევროსკეპტიკოსი დეპუტატები და ევროსკეპტიკოსი ხელისუფლებები ვერანაირად დაეხმარებიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაში, რადგან ისინი თავად ევროკავშირის არსებობას ებრძვიან და მის ფუნდამენტურ შეცვლას ცდილობენ, რაც თავის თავში გამოეცხოს, რომ ჩვენი პარტნიორები გახდნენ ამ გზაზე. რეზოლუციის დოკუმენტში ერთ-ერთი მუხლი ასოცირების ხელშეკრულების აუდიტს გულისხმობს, რათა გადახედილი იქნას, როგორ არღვევს საქართველო ამ თავარ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლითაც ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული დაიცვას სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, ადამიანის უფლებები, მედია პლურალიზმი და სხვა. უკვე არიცავს ევროპის საბჭოს კონვენციებს ქვეყანა, ესე იგი ასოცირების შეთანხმებასაც არღვევს. რეზოლუციაში არის ნათქვამი, რომ პრინციპების დარღვევის გამო გადაიხედოს ასოცირების შეთანხმება. ასოცირების შეთანხმება შეიძლება ორი მიმართულებით გადაიხედოს. ერთი მაგალითად სულ გაჩერდეს, აღარ იმუშაოს, თქვა და აქედან გამომდინარე ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეც გაჩერდება. მეორე შეიძლება შეჩერდეს კონკრეტული მუხლები, მაგალითად ევროკავშირმა თქვა, რადგან თქვენ არღვევთ ამას ამ მუხლებს, ჩვენ სამაგეროდ შევაჩერებთ აი ამ მუხლებს და შეაჩერებენ ისეთ მუხლებს, რომელიც ჩვენთვის არის, ესე ვთქვათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რეზოლუციის მე-9 პუნქტში ნათქვამია, რომ დიპლომატიური პასპორტების შეჩერება ოფიციალური პირებისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რასაც უფრო მკაცრი სანქციები უნდა მოხდეს. კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ საფრთხის ქვეშ არის ვიზა ლიბერალიზაცია, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას არ სჭირდება კონსენსუსი ხმების. საჭიროა რომ ხმამისცეს ევროკავშირის მთავრობების ნახევარზე მეტმა, ეს საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ამის დიდი მოლოდინი არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ერთგვარად არის მთელი მოსახლეობის დასჯა, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ არიან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან უკიდურესი ზომა, რომელიც შეიძლება ჯერ არ გამოიყენო. ევროპარლამენტის მიერ 400 ხმით მიღებული რეზოლუცია მკაცრი და კრიტიკულია. ფაქტია, რომ ევროპა ქართული ოცნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს, თუმცა აგრძელებს ქართული ხალხის მხარდაჭერას ევროპული მომავლისთვის უწყვეტ ბრძოლაში.